მშვიდობის იმედის დილა აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას უახლესი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის დღეს 14 აპრილი. ყველამ უნდა იცოდეს აბსოლუტურად, იმიტომ რომ 47 წლის წინ სტუდენტებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კონსტიტუციაში ცვლილებები გააპროტესტა, რომელიც ქართული ენის სტატუსს უქმნიდა საფრთხეს. თუ როგორ განვითარდა მოვლენები 47 წლის წინ, ამის შესახებ თათა გულიკაშვილისგან გავიგებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაში ხარს დაგვიჭერს უმაღლესი საბჭოს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას. არის დღესასწაულები, რომელსაც აწესებს სახელმწიფო. არის დღესასწაულები, რომლებსაც ეკლესია აწესებს და ეს დღესასწაული თავად ხალხმა შექმნა და თავად ხალხმა დააწესა. ეს იყო ძალიან გულწრფელი აღშფოთება იმ 75 მუხლის ამოღების გამო, რომელიც პირველი შეამჩნია აკაკი ბაქრაძემ. ილიას ცნობილი ფრაზა როა მამული ენას არწმუნოება, აი შუვიდან აგდებდნენ იმას, რაც ჩვენი თვითიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის. გასაგები იყო, რომ იქ იყო საბრძოლველი. ფილოლოგ ვაჟებთან ერთად დავიწყეთ ხელმოწერების მოგროვება. 500-მდე ხელმოწერა მოვაგროვეთ. და ამ ხელმოწერების პროცესში მოხდა ისე, რომ რექტორატში დაიბარეს, მეც დამიბარეს, ამი არ მივედი. და მე იქიდან გამოვიდნენ უკვე ცოტა შეცვლილი განწყობით და ჩვენ შორისაც რაღაცა გარკვეული განხეთქილებები იყო. 4 ცალად იყო ხელმოწერები მოგროვებული, 2 ცალი მე გავაგზავნე, ერთი უზენაეს საბჭოში და ერთი ცეკაში. 2 ცალი დაუტოვე, ვისაც ვენდობოდი არ დავასახელებდა ხო ამ გვარებს და რომ დაბრუნდი, უკვე ჩაბარებული იყო ეს ყველაფერი. და ამ ქვითარზე იყო ბრძოლა, იმიტომ რომ უნდათ ისიც ამოეღოთ. მე ღამეები მათენებინეს პარტკომის კაბინეტში, მაშინ რისმა გორდეზიანი გახდათ პარტიული კომიტეტის მდივანი უნივერსიტეტში და იქ მოდიოდა მთელი მაშინდელი მთავრობის ელიტა. ეს გახდა დოკუმენტი, რის საფუძველზეც მოხდა ცვლილების შეტანა. მე მეგონა, რომ ეს იყო ბოლო დღე ჩემთვის და ადამიანი მაინც ყველა გარდაიცვლება დღეს თუ არა ხვალ და ბედნიერი ის ვისაც შეუძლია თავის სამშობლოსთვის გარდაიცვალოს. თან ისიც მინდა გაითვალისწინოთ, რომ 56 წელს, როდესაც სტალინის კულტი დაიგმო და ქართველები გამოვიდნენ თბილისში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, 100-მდე კაცი დაიხოცა. და ეს ჩვენი მშობლების თაობა იყო და ისინი ძალიან შიშობდნენ ამის გამო, რომ იგივე არ განმეორებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. მე მახსენდება ვარაზის ხევში, როდესაც გათენდა 78 წლის 14 აპრილი, როგორ ამოდიოდნენ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაშინდელი გპ-ის, როგორც ეძახდით, გპ-ის ბიჭები იყვნენ ძირითადად, იმიტომ რომ სულ ბიჭები სწავლობენ 90%. და ჭავჭავაძის გამზირიდან მოეშურებოდნენ, იქ ბევრი ის იყო უნივერსიტეტი მოგეხსენებათ. მერე სამედიცინოდანაც დაიძრნენ ბავშვები და 10,000-ობით გამოვიდა. პირველ კორპუსსა და მეორე კორპუსს შორის შევხვდი უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ნია აბესაძეს, ტიროდა. მითხრა რომ წავსულიყავით სახლში და მოგვეკლა თავი და დაგვეტოვებინა წერილი.
მეუთხარი რომ მე არ მოვიკლავ თავს, მე შევაგდებ და ზურგი ვაქცი. ამ დროს მომესმა საოცარი ხმები ვერ აგიწევთ რა ხმა იყო ეს და მივიხედე უკან და რას ხედავ. მოდის სიმრავლე. ეს ხალხი მოვიდა უნივერსიტეტში იმიტომ, რომ უნივერსიტეტი იყო ის დაწესებულება, საიდანაც ადამიანები პასუხს ითხოვდნენ, ელოდებოდნენ რაღაცა გადაწყვეტილებას, რომელსაც შეეძლო რაღაცა ღირებულებების დაცვა და მართლაც დაიცვა კიდევაც. თუმცა აქ რაღაცნაირად სამი ნაწილი გამოიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. ნაწილი პროფესურისა, რომელიც აქტიურად გვიჭერდა მხარს, უფრო ზუსტად ახალგაზრდობას უჭერდა მხარს. მეორე ნაწილი, რომელიც გულში თანაუგრძნობდა, მაგრამ უფრო ნეიტრალურს ინარჩუნებდა და მესამე ნაწილი იყო ძალიან მცირე, რომელიც ამბობდა, რომ რა დიდი ამბავია ქართული ენა 50 წელიწადში მაინც აღარ იარსებებს და მხოლოდ დიდი ენები დარჩებიან. ეზოში იდგა, უნდა ვთქვა, რისმა გორდეზიანი რატომღაც ჩვენსკენ გამოიშვირა ხელი რისმა გორდეზიანმა ჩემსკენ და ერეკლი საღლიანისკენ და თითქმის გვიყვირა თქვენს კისერზე იყოს დღეს დაღვრილი სისხლი. ესეთ დემონსტრაცია თქვენ არ გექნებათ ნანახი. აი ამ შიშის ქვეშ იყო დუმილი. რა თქმა უნდა, ხა შიშის ფაქტორიც აერთიანებდა ადამიანებს იმ თვალსაზრისით, რომ აი მაგალითად ვერავინ ვერ გაბედა, რომ მოსულიყო და სიტყვაში გამოსულიყო. იმიტომ ეს იყო პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა ერთი რაღაცა სახუმარო რაღაცის მოყოლის ანეკდოტის მოყოლისთვის შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები ციხეში წაეყოლათ ადამიანი იმ პერიოდის ციხე კიდე ძალიან რთული იყო. დავიზარეთ ჩვენს უნივერსიტეტის წინ ვიღავით და მოუყვებოდა ოთელი ფერის გაის მანქანა არ მახსოვს ვინ იდგა ზევით ახალგაზრდა გოგონა და მთელი ხმით ყიოდა მიკროფონში. დაბრუნდით, გვესწრიან და ტიროდა. ვიღაცა მომცა მილიციის მანქანა და რუპორი. ცდილობდით, რომ საზოგადოება გაგვიფრთხილებინა, რომ დემონსტრაციაზე არაფერი ისეთი არ მომხდარიყო, რაღაცა გაუთვალისწინებელი. და მე ვიცოდი, რომ განლაგება იყო რუსის ჯარების, საბჭოთა ჯარების, იგივე რაც იყო 9 აპრილს მერე. და ძალიან რეალური საფრთხე იყო. მანამდე შევარდნაძეც მობრძანდა უნივერსიტეტში და განაცხადა, რომ 56 წელს მოგალანდებთო. სადღაც რუსთაველის შუა წელში რო ვიყავით, მითხრეს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ისე როგორც ჩვენ გვინდოდა და მითხრეს დაიშალეთო. რადიოების ჩართვა მოვითხოვე. ეხველოდით ერთმანეთს და მოხდა ესეთი რაღაცა, ამინდმა გვიპასუხა და გამოხატა თავისი განცდა, მზე გამოვიდა და ალაგ-ალაგ წვიმდა. ესე ყველა თაობას აქვს თავისი გამოწვევა, მინდა ახალგაზრდებს უთხრა, რომ ეს არ არის ის, რომ თქვათ დასრულდა რაღაცა პროცესი. დღესაც არის ბევრი რეგიონი საქართველოში, სადაც ქართულ ენაზე ვერ საუბრობენ კარგად და უამრავი საქმე არის აკეთებელი.